რომ მოგესმინათ იგივე ზაუტაშვილის საუბარი აი იმ ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებული თუ მსჯავრდებული ქალის და მოგესმინათ იგივე ბოჭორიშვილის რომელიც ძებნილია ბევრად უფრო ღირსეული იყო მათი საუბარი სამწუხაროდ ვიდრე ზოგიერთი თქვენი რესპონდენტის რომლებიც რაღაც ჟურნალისტურ მანტიას ეფარებიან და არ უნდათ დაასახელონ ის ადამიანები ვინც თურმე ჩვენ გვამხელენ დანაშაულში ეს არის სიბინძურე მე პირდაპირ არ ვიცი თქვენ ვინც გნებავთ ისი გულისხმობთ მაყურებელმა განსაჯოს და მე პირდაპირ გეტყვით აუცილებლად მე თქვენ არ გეკამათებით თქვენ მე დამასახელეთ პირდაპირ თქვენ ამბობთ საჯაროდ რომ ანა კობახიძე მაიღო 100,000 დოლარი თქვენ პასუხს აგებთ ხალბატონო ელისო კილაძე თქვენ აგებთ პასუხს აუცილებლად სრულ დასმენისთვის ჩვენებისთვის თქვენ საჯაროდ რას ნიშნავს იმიტომ რომ იურისტებზე გაქვთ საერთოდ ზოგადად პრეტენზია და ისიც არ ნიშნავს სრულ დასმენა მე თქვენ არ გაგეკამათებით მე თქვენ კითხვებს არ პასუხობ კონკრეტულად მე თქვენ კითხვებს არ პასუხობ თქვენ ხართ ბინძური ამორალური ხალბატონი ყოვლად უწესო ხალბატონი თქვენ ასრულებთ დაკვეთებს გარკვეული ადამიანების გარკვეული პოლიტიკური ძალის შეიძლება დაუსახელეთ თქვენ საჯაროდ მომცეს რა საუბარი ხალბატონო ელისო კილაძე თქვენ ამ წუთას რატომ ნერვიულობთ იმიტომ რომ ძალიან ძიმე საუბარი და მოთხოვნები ქონდა ბიძინა ივანიშვილს თქვენთან და მოკითხები დაგაბარათ ასე ეკაბელისო კილაძესთან სასაუბრო არ მოსულა ხალბატონო მანანა საიდან აგავთ თქვენ ინფორმაცია იმის თაობაზე საჯაროდ გაზეთში დაწერეთ ხორხმაში ვერ ვილაპარაკებთ საიდან აგავთ ინფორმაცია იმის თაობაზე მე დაუსახელე თუ არ დაუსახელე გამოძიება წყარო ესეთი და როცა უკაცრავ ვინმეს ამორალობაზე ლაპარაკობთ ხელისუფლებაში მოხვედით თუ არა მაშინვე საკუთარი ნათესავების დასაქმებით დაიწყეთ და თქვენი და აფხაზეთის მთავრობაში სწორედ ამ გარიგების ანონსს კიდევ დაინიშნა მინისტრის მოადგილედ და კეთილი ინებეთ და პასუხი გაეცით საზოგადოებას რომ ძალიან სამართლიანო გადახედეთ ბატონო გიორგი თუ გნებავთ კითხვებზე გიპასუხოთ თუ გნებავთ მე საზოგადოებას ვიპასუხოთ კითხვებით ეს ქალბატონი თუ შეიძლება დაადუმეთ შეიძლება ბატონელის ვთხოვთ